თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება გადაუდებელი და საგანგებო დებატები მედიის თავისუფლების, კონკრეტულად მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ევროპარლამენტში და იქამდე ევროპულმა პოლიტიკოსებმა შეიმუშავეს რეზოლუციის 7 სხვადასხვა ვარიანტი, რომელსაც უკვე სტრასბურგში უყრიან კენჭს. ხვალ და დამტკიცდება კიდევ ერთი რეზოლუცია პოლიტპატიმრების და მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით. ჩვენ უკვე საჯაროა 7-ვე ვარიანტი რეზოლუციისა, ერთმანეთზე უფრო კრიტიკულია ეს დოკუმენტი და ევროპელი, ასე ვთქვათ, ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანების IPP-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციის ვარიანტში პირდაპირ წერია, რომ უპირობო და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და მოეხსნას მას ყველა ბრალდება, ასევე უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომლის წინააღმდეგაც პოლიციელებმა მისცეს ცრუჩვენებები და უნდა დაისაჯოს, მათ შორის ის პოლიციელებიც, მოსამართლეებიც, რომლებიც უკანონოდ უშვებენ ციხეში ჟურნალისტებს, სინდისის პატიმრებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ბუნებრივია ამ დოკუმენტში ვრცლად არის საუბარი იმ რეპრესიებზე, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ასევე იმ კანონებზე, რეპრესულ კანონებზე და ასევე დრაკონულ კანონებზე, რომელიც ახშობს თავისუფალ სიტყვას და მიზანმიმართულია იმისთვის, რომ მედიის კრიტიკული სიტყვა ჩაეხშოს, ამიტომაც ევროპარლამენტარები ამბობენ იმასაც, რომ ქართული ოცნება უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ ისინი რუსული სტილის მმართველობის ჩამოყალიბებას ცდილობენ საქართველოში. მზია ამაღლობელი პატივცემული ჟურნალისტი და 2 დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემის ნეტგაზეთისა და ბათუმელების თანადამფუძნებელი. 2025 წლის 12 იანვარს პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და ამჟამად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პოლიციელთან დაკავშირებული პროვოცირებული ინციდენტისთვის. ლიეტუვამ პერსონალური სანქციები დააკისრა ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელ ქართულ თანამდებობის პირებს, მათ შორის პოლიციელებს, რომლებმაც სასამართლოში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები მისცეს. გმობს მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას და სისხლის სამართლებრივ დევნას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, მის ჟურნალისტურ და სამოქალაქო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ბრალდების მოხსნასთან ერთად. გამოხატავს შეშფოთებას ჟურნალისტების მიმართ თვითნებური დაკავებების, ჯარიმების, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი შევიწროებისა და პოლიციის ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო, რაც ფუნდამენტური უფლებების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. დრაკონული კანონმდებლობის მიღება, როგორიცაა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, გრანტების შესახებ კანონი, წარმოადგენს მიზანმიმართულ ავტორიტარულ სტრატეგიას კრიტიკული ხმების ჩასახშობად და რუსული სტილის მმართველობის ასახვისთვის. თითქმის ყველა რეზოლუციის ვარიანტი ითხოვს სანქციების დაწესებას ოლიგარქიული რეჟიმისთვის და ბუნებრივია არც გამონაკლისი, არც ევროპის სახალხო პარტია, რომელიც როგორც წესი ყველაზე მწვავე და კრიტიკულ დოკუმენტს ამზადებს ხოლმე, IPP-ის რეზოლუციაში პირდაპირ არის მოხსენებული სინდისის პატიმრები, მათ შორის შეშფოთება არის გამოთქმული მათე დევიძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ნახსენებია თინათინ ბოკუჩავას მეუღლის გატაცების საქმეც, ამიტომაც ამ кейსებიდან გამომდინარე ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის უახლოეს გარემოცვას, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობები არიან, ასევე მოთხოვნილია ირაკლი რუხაძის პროპაგანდისტული არხის მფლობელის დასანქცირება და ასევე სანქციები იმ პოლიციელების და ცრუჩვენების მიმცემი პოლიციელების წინააღმდეგ, რომლის ჩვენებების საფუძველზეც სინდისის პატიმრები და ევროპული ღირებულებების დამცველი ადამიანები ციხეში გაუშვეს. გმობს 21 წლის აქტივისტ მათე დევიძის 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას. გმობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ქმრის სავარაუდო ძალადობრივ გადაცებას და მისი შვილების უსაფრთხოებისთვის მუქარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. მოუწოდებს დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოიძიოს ეს ქმედებები და თავიდან აიცილოს დაუსჯელობის კლიმატი.
კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დააწესონ კოორდინირებული ორმხრივი სანქციები ქართული ოცნების რეჟიმისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ, მათ შორის მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრების, დაკავებისა და სასამართლო პროცესის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. ევროპელი კონსერვატორები და სოციალისტები რეზოლუციით მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ დაუყოვნებლივ დაისაჯოს საქართველოში რეპრესიების მომწყობი ყველა მაღალჩინოსანი, მათ შორის სახელებით და გვარებით არის ჩამოთვლილი იმ პირების ვინაობა, ვინც უნდა მოყვეს ევროპული სანქციების სიაში და სანქციები უნდა გავრცელდეს ძალადობის შემოქმედებზე და დამკვეთებზეც, ასევე აქ არის საკმაოდ ვრცლად საუბარი სინდისის ყველა პატიმარზე იმ ადამიანებზე, რომლებიც ქართულმა ოცნებამ უსამართლოდ გაუშვა ციხეში და მოუწოდებენ ევროკავშირს, მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ შეწყვიტონ ძალადობა, დაშინება, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის ნოემბრიდან პროევროპული საპროტესტო აქციების ან მასთან დაკავშირებული ღონისძიებების კონტექსტში მედიის თავისუფლების დარღვევის სულ მცირე 138 ინციდენტი დაფიქსირდა და სახელმწიფო რეპრესიების სამიზნე სულ მცირე 174 მედია პროფესიონალი გახდა. სულ მცირე 30 რეპორტიორი განმეორებით დაზარალდა, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, პროფესიული აღჭურვილობის დაზიანება, ადმინისტრაციული ჯარიმები, სისხლის სამართლის ბრალდებები და სამართლებრივი შევიწროება. მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვეტონ საქართველოში ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების მიმართ დაშინება, მუქარა, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ფიზიკური ძალადობა. წუხს, რომ მედიასა და საინფორმაციო სივრცეს თრგუნავს და დომინირებს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი ტელევიზიები და მედია საშუალებები, რომლებიც ავრცელებენ ცრუ ნარატივებს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ და ამით ბაძავენ და იყენებენ რუსულ პროპაგანდას და ხელს უწყობენ საზოგადოებაში პოლარიზაციას. მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს დააწესონ ინდივიდუალური სანქციები საქართველოში დემოკრატიული უკუსლისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, მათ შორის ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი და გაავრცელონ ეს სანქციები პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების გამომტან მოსამართლეებზე, ასევე რეჟიმის მხარდამჭერ ფინანსურ ხელშემწყობ პირებზე და რეჟიმთან დაკავშირებული მედია საშუალებების მფლობელებზე, დეზინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი დისკურსის მანიპულირების მცდელობაში მათი როლის გამო. მედიის გარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტს აქამდე რეზოლუციის დოკუმენტი არ შეუმუშავებია, რაც ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა დღეს მედიის თავისუფლება და თავისუფალი სიტყვა საქართველოში, ამიტომაც ევროპარლამენტარებმა გადაწყვეტეს, რომ ცალკე განყენებული რეზოლუცია სწორედ მედიასთან დაკავშირებით დაერეგისტრირებინათ ევროპარლამენტში, როგორც უკვე გითხარით. 7 სხვადასხვა ვარიანტია მომზადებული, დღის ბოლოს შეჯერდება ერთი საერთო დოკუმენტი, რომელსაც ხვალ სტრასბურგში ევროპარლამენტი საქართველოში დებატების შემდეგ უკვე ხვალ უყრიან კენჭს და დაამტკიცებენ დოკუმენტს.